კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს საინფორმაციო ვიდეოში. ამ გზამკვლევში გაჩვენებთ, როგორ გამოიყენოთ ტრანსპორტირების კალკულატორი გადამზიდავებისა და დილერებისთვის, რათა სწრაფად შეამოწმოთ შიდა ტრანსპორტირებისა და საერთაშორისო გადაზიდვის ხარჯები, სხვადასხვა ტიპის ავტომობილებისთვის. ფასების სანახავად პირველ რიგში საჭიროა, რომ შევიდეთ ჩვენს ვებ-გვერდზე. შესვლის შემდეგ ეკრანის მარცხენა კუთხეში ლოგოს გვერდით უნდა გადავიდეთ კალკულატორის ლინკზე. დაიწყეთ მარშრუტის არჩევით. მიუთითეთ ტვირთის დანიშნულების ადგილი და ამერიკიდან გასამგზავრებელი პორტი. შეგიძლიათ აირჩიოთ რამდენიმე პორტი ფასების შესაძლებლად. შემდეგ აირჩიეთ ავტომობილის სახეობა. შეგიძლიათ მონიშნოთ ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად. გაეცანით თითოეული სახეობის აღწერას და დარწმუნდით, რომ სწორ კატეგორიას იხჩევთ. თუ იცით თქვენი ავტომობილის საბუთის ტიპი, შეგიძლიათ შეამოწმოთ ექსპორტის დასაშვებობა და შესაძლო დამატებითი ხარჯები. ამის შემდეგ ნახავთ გადაზიდვის სრული ხარჯის დეტალურ ჩამონათვალს. სტანდარტული 40 ფუტიანი კონტეინერისთვის, რომელიც იტევს 4 ავტომობილს, ფასი ნაჩვენები აქვს. ეს ყველაზე გავრცელებული ვარიანტია და ამიტომ გამოკვეთილია მეტი სიმარტივისთვის. იგივე კონტეინერის ფასები ნაკლები რაოდენობის ავტომობილებისთვის, 3, 2 ან 1 ნაჩვენებია მარჯვნივ. 45 ფუტიანი კონტეინერების ფასები ნაჩვენებია მარცხნივ. ისინი იტევს 6, 5 ან 4 ავტომობილს შესაბამისი ფასებით. პირველი ხაზი აჩვენებს სრული კონტეინერის დაჯავშნის ფასს. მეორე ხაზი ეხება მხოლოდ ჩატვირთვის სერვისს. მესამე ხაზი არის კონსოლიდირებული კონტეინერისთვის. ფასი თითო ერთეულზე. მაგალითად, თუ დაჯავშნით 2 ადგილს, ღირებულება გაორმაგდება. აქ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი ტვირთის ტიპი. სტანდარტული სედანები უკვე შედის საბაზისო ფასში. თუ თქვენი ტვირთი განსხვავებულია, დამატებითი ხარჯები აქ გამოჩნდება. დამატებითი გადასახადები შეიძლება მოიცავდეს მაგალითად საშიშ ტვირთს, როგორიცაა ჰიბრიდული ავტომობილები. ფასი მითითებულია სრული კონტეინერის, ანუ 4 ავტომობილისთვის. გაბარიტული ტვირთისთვის, მაგალითად მოდიფიცირებული სპრინტერები ან ლუქს კლასის ავტომობილები, შესაძლოა საჭირო იყოს 2 ადგილი. საბოლოო დანიშნულების საფასური, პორტის ხარჯები. დანიშნულების ადგილზე გადმოტვირთვისთვის. Flip container. საჭიროა ფართო ტვირთისთვის, რომელიც სტანდარტულ ჩატვირთვას არ ერგება, მაგალითად ნავები. Yard storage. ვრცელდება უფასო შენახვის პერიოდის ამოწურვის შემდეგ გარკვეულ ტერმინალებზე. THC. დამუშავების საფასური, რომელიც სავალდებულოა საზღვაო გადამზიდავების მიერ. თუ შემთხვევით აირჩიეთ ამერიკის გამშვები პორტი, შეგიძლიათ აქედან ამოშალოთ მარტივად. ჩვენი კალკულატორი უზრუნველყოფს ნათელ და ზუსტ ფასებს, როგორც შიპერებისთვის, ისე დილერებისთვის. გმადლობთ, რომ აირჩიეთ V&S Brothers. ჩვენ ვაფასებთ თქვენთან თანამშრომლობას.